გამარჯობათ. მინდა მეც თქვა ჩემი მოსაზრება არაბებთან დაკავშირებით. ჩვენ რა ვერ გავიგეთ და მე რა არ მესმის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღარ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ როგორაა ჩვენი საქმე. ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ ქვეყანას. თუ ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ ქვეყანას, მაშინ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთობა ყველგან და ყველასთან. თუ არ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც დელეგაცია და გავაგზავნოთ რუსეთში, გავაგზავნოთ თურქეთში. ერანთან საზღვარი არ არის და ეს ცოტა პრობლემატურია და შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში, თურქეთის შემადგენლობაში, ხო ვიყავით მათ შემადგენლობაში. ბოლო 250 წელია რუსეთის შემადგენლობაში ვიყავით, ხო? დაველაპარაკოთ, იქნებ რაღაც ახალი შემოგთავაზონ ის პირობები, რომლებიც ჩვენ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მივისწრაფით ევროპისკენ და რაღაც ევროპა არ ჩქარობს ჩვენ მიღებას და მე პირადად ვერ გავიგე რა უნდა ევროპას ჩვენგან. აი რა თვალისფერი არ მოსწონს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი რო გავაკეთოთ, მე რეიტყვიან, რომ აი თვალისფერი არ მოგწონს თქვენი და ამიტომ უკაცრავად ეგეთი რაღაც. და ზოგადად ნებისმიერ გაერთიანება ნიშნავს შენი დამოუკიდებლობის რაღაც ხარისხის დაკარგვას. კიდევ ვიმეორებ და მithქვობს უკვე, რომ ინგლისიც არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ის შედის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში. ამიტომ ეს რაღაც დიდი ტრაგედია არ არის და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენც გვინდა გავერთიანდეთ ევროკავშირში. მაგრამ რაღაც არ დაადგამა საშველი და რაღაც სულ ახალ რაღაც პირობებს იგონებენ და ხან არჩევნებს არ აღიარებენ, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ მაგათივე აპარატურით, მაგათივე წესებით, იმიტომ რომ არჩევნების ჩატარება ჩვენ არ ვიცოდით როგორც ასეთი, ხო ესე იყო, ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, სადაც არჩევნები არ ტარდებოდა. თუ რამე არჩევნები ტარდებოდა აქ დღემდე საქართველოში, ეს ყველაფერი იყო დასავლეთის მიერ მოწოდებული წესებით და მათი დამკვირვებლებით და ასე შემდეგ ისინი აღიარებდნენ, ასე ვთქვათ, ამ არჩევნების შედეგებს. ბოლო 35 წელია ვთამაშობთ მაგათი თამაშის წესებით. თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ დამოუკიდებელი ურთიერთობა ყველასთან და იქ არაბებთან ჩახვალ თუ თურქეთთან, შენ რო ეუბნები შენ პირობებს, ის გეუბნება თავის პირობებს. აი ხალხს კიდე რა არ ესმის, ახლა მომაგონდა და ბარემ ვიტყვი. აი როდესაც ამბობენ, რომ აი რატო შემოგვაქვს მაგალითად კარტოფილი თუ ხახვი თურქეთიდან, ამ შემთხვევაში თურქეთზე ვიტყვი, ან ნებისმიერ სხვა რაც შემოგვაქვს. იმიტომ რომ შენ რომ მიდიხარ და ვაჭრობ სხვა ქვეყანასთან, ის გეუბნება, რომ ჩვენ ხო დამოუკიდებლები ვართ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გეუბნება, რომ მაშინ თანასწორ უფლებიანები ხო ვართ, ხო გინდათ რომ ვიყოთ თანასწორ უფლებიანები, გვინდა რომ ვიყოთ თანასწორ. მაშინ მოდით მილიარდს რომ მე მოკყიდი, შენ დაიყიდი ჩემგან მილიარდის საქონელს, მეც ასევე შენგან ვიყიდი მილიარდის საქონელს, ხო? და ამ შემთხვევაში მე უკვე იწყება ის, რომ აი შენ რა გაქვს იმისთვის საინტერესო და იმას რა აქვს შენთვის საინტერესო. თუ შენ არაფერს არ აწარმოებ, ან ისეთ რამეს რაც იმას არ უნდა, ის გეტყვის, რომ მე ეს არ მაინტერესებს. ეხლა შენ თუ კარგად მყარად ხარ და შენც ასე უკაცრავად და ფეხებზე კიდე შენც იტყვი, რომ ხო, კარგი, მეც არ მაინტერესებს, მაგრამ მე ეს სხვა რამეებს იწვევს, გამიგე და შენ რო ხარ დაკნინებული და არ შემდგარი ჯერ სახელმწიფო რო ხარ და ის რო გიჭირს და ესეც რო გიჭირს და იქ ხარდაჭერა გინდა რაღაც საკითხში, აქეთ ხარდაჭერა გინდა რაღაც სხვა საკითხში, ხო? ამიტომ შენ იძულებული ხარ, რომ იქიდან იყიდო დაუშვათ მილიარდის და შენ მიყიდო 100 მილიონის, ხო? რაღაც. აი ასე მყარდება თანასწორ უფლებიანი ურთიერთობები ვაჭრობაშიდაც, პოლიტიკაშიდაც და ასე შემდეგ. არაბებთან თუ გვინდა ურთიერთობა, მაშინ მათ აქვთ ეს პირობები. იმიტომ რომ 6 მილიარდის ინვესტიცია ცოტა არ არის და მათ რაღაც გარკვეული ინტერესები აქვთ აქ და ეს ინტერესები უნდა დააკმაყოფილო.
თუ დაუკვირდით სად მისცეს, ხო? თურქეთის საზღვარზე გავუკეთ. რატომ? კიდევ ვიმეორებ. არ გვინდა რუსეთი? კარგი, არ გვინდა რუსეთი. მაგრამ ვინ გააჩერებს თურქეთს? შეგვიძლია ჩვენ გავაჩეროთ თურქეთი? თურქეთის ექსპანსია შეგვიძლია ჩვენ გამოდის თურქეთის პრეზიდენტი და ამბობს, რომ ბათუმი არის ჩვენი ინტერესების სფერო, არის ჩვენი ნაწილი და ასე შემდეგ. და დღესვე შეუძლია თურქეთს გადმოვიდეს საზღვარზე და რა ვიცი, ოკუპაცია მოახდინოს ბათუმის. ამას მხოლოდ აჩერებს რუსეთი. დღემდე რუსეთი აჩერებს და დღემდე რუსეთი ინარჩუნებს საქართველოს საზღვრებს. არა მარტო თურქეთთან, არმენიასთან და აზერბაიჯანთან, არამედ თავის საზღვრებსაც თვითონ ინარჩუნებს დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ იქ აღიარებებია და რაღაცებია, ის დროებითია ეს აღიარება იქ, მე მგონი 10 წლით არის აღიარება, 5 წლით იქ მითითებულიც არის სხვათა შორის, თორე რუსეთს რო უნდოდეს ამ თემაზე გესაუბრეთ უკვე. საერთოდ რატომ არის აფხაზეთში ეს პრობლემა, რატომ მოხდა და რატომ დგას ის რუსის ჯარი. რუსეთს რომ უნდოდეს აფხაზეთის შეერთება, ის აქამდე შეერთებდა მაგას. მაგრამ არ უნდა რუსეთს, იმიტომ რომ ეს არის ბომბი რუსეთისთვის. აქ არიან აგენტურა საქართველოში, ინგლისი, საფრანგეთის აგენტურა, რომელიც ამბობენ, რომ მოდით უარი ვთქვათ აფხაზეთზე და შეუერთდეს რუსეთს, იმიტომ რომ იციან, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის მიერთება არის ბომბი და 50 წლის მერე აფხაზეთი კავკასიასთან ერთად ჩამოშორდება რუსეთს და ვერაფერს ვერ გააკეთებს რუსეთი. კიდევ ვიმეორებ. ჩვენ გვინდა ბალანსი. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ თურქეთი, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ იგივე რუსეთი, იგივე არმენია, იგივე აზერბაიჯანი, თორემ არავითარი კეთილმეზობლური რაღაც ურთიერთობები არ არსებობს, როგორც პოლიტიკაში იტყვიან, ხო, რაღაც არსებობს, რომ მხოლოდ ინტერესებიო და არავითარ მეგობრობა არ არსებობსო, ეს ასეა. არავინ არ იტყვის უარს რაღაც თუნდაც ერთი პატარა მისხალი მიწის მიერთების, იმიტომ რომ მას ეს რაღაც პოლიტიკურ იმაში ჩაეწერება დივიდენდებში და გმირად აღიარებენ, არავინ არ იტყვის უარს მიწების მიერთებაზე, არც ერთი ქვეყანა. და არც საქართველო რასაკვირველი მით უმეტეს ჩვენი არავის მიწების მიერთება არ გვინდა, ჩვენ მიწები გვაქვს მისაერთებელი და ამას ვერ ვახერხებთ, ხო ისეა რა? ისწავლეთ დამოუკიდებელი აზროვნება. ისწავლეთ ის, რომ თუ ხარ შენ დამოუკიდებელი, თუ არ შეგიძლია შენი ძალებით, შენი შეიარაღებული ძალებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები იომებს ორი კვირა. მეც ვერ ნებისმიერ სადაც ჩვენ ვართ ტერიტორიაზე, ნებისმიერი მხრიდან რო შემოვიდეს ნებისმიერი ქვეყნის ჯარი, გინდა თურქეთი იყოს, გინდა არმენია იყოს, გინდა აზერბაიჯანი იყოს, გინდა რუსეთი იყოს, საქართველოს ჯარის ომი არის მაქსიმუმ 2 კვირა. დამთავრდება. ყველა ამ პატრიოტებს, ვინც არიან ეს ბიჭები, ვინც სწავლენ, ხო, ვინც გაიქცევა, ხო გაიქცევა. ისინი უკვე აღარ იქნებიან და მე კიდევ ერთი ქალებთან მქონდა მიმართვა, ქართველ ქალებთან, რომლებიც ასე გულგამოდებით რაღაც იცავენ ამ რაღაც ევროპულ და აი რუსეთს აგინებენ და გასაგებია ეს უმრავლესობა იტალიაშია და გონია რომ ეს არის ხელუხლებელია, მაგრამ აქ რუსახს დაუწვავენ და ბავშვებს რო გაუპატიურებენ და მოუკლავენ, მაგაზე არ ფიქრობენ, არ ვიცი, ბავშვებს ესე უცებ გაიყვანენ აქედან თუ რა აზროვნება მე ვერ ვიგებ მაგას. იმიტომ რომ კაცები უკვე აღარ ვიქნებით აქ. კაცები საქართველოში უკვე კაცი ვინც იქნება, ის ბრძოლის ველზე დაიღუპება. და ძალიან დიდი ნაწილი გაიქცევა საქართველოს, ხო ესე იყო რა. მე რო შემოვედი თბილისში, რესტორნებში იყო ტაშფანდური და მიდი მოდივარ. აი ცხინვალიდან რო ბრუნდებოდა ჯარი და იგოეთიდან ერთმა ღვთისნიერმა კაცმა წამომიყვანა, არ ვიცი, იქაური იყო ალბათ, იმიტომ რომ გადმოუხვია და
BMW იყო მახსოვს, ამ ისტორიას კიდე ცალკე მოგიყვებით, რატო არ გვიშვებდნენ თბილისში და რაღაც ეს კიდე ცალკე ისტორია. და ჩამოვიყვანა თბილისში და დიღომში რო შემოვიდი, რესტორნებში ერთი ამბავი იყო რა. ტაშფანდური და სიმღერა და ცეკვა და მთელი ამბები. რამაც ძალიან გამაგვირვა, იმიტომ რომ მე ბოლო წელიწადი არ ვიყავი საქართველოში, იმიტომ რომ მე ერაყში ვიყავი და ერაყიდან ჩამოგვიყვანეს მერე მაშინ კონფლიქტის რეგიონში. ჩვენ პირველ ბრიგადაში ვსახურობდი. მოკლედ მოსათხრობი ძალიან ბევრი მაქვს და ბოლოს სხვადასხვა თემებზე გადავხვდი უკვე ისედაც. და კიდევ გიმეორებთ თავარი, რისთვისაც ჩავწერე ეს ვიდეო, რომ ისწავლეთ დამოუკიდებელი აზროვნება. ისწავლეთ ის, რომ თუ თქვენ არ შეგიძლიათ მოერიოთ მტერს, მაშინ ის მტერი უნდა დააბალანსოთ სხვით და მნიშვნელობა არ აქვს ეს მტერი იქნება თუ მოყვარე იქნება. ამას არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. ერთი ფილმი არის რუსული ჭიქაწყალი ქვია, მან ესეთი მომენტია, როდესაც ორი არისტოკრატი ინგლისელი საუბრობს, რომ აი ჩვენ გვინდა ის ქვეყანაში შესვლა თუ რაღაც პუნქტი აღარ მახსოვს, ახლა თუ კუნძულია და რა შანსები აქვს მათო ჩვენს წინააღმდეგო და შანსები არავითარი არ აქვს თუ სხვა არ დაინტერესდა ამ კუნძულით რა. ანუ ესეა რა. არავითარი შანსები ჩვენ არ აქვს ამ სოფლიოში თუ სხვა არ დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით. არავითარი შანსები, ანუ მარტივად გეტყვით რა. არავითარი შანსები არ აქვს თურქეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთი არ დაინტერესდა საქართველოსი. არავითარი შანსები არ აქვს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაინტერესდა საქართველოსი, ან ჩინეთი არ დაინტერესდა საქართველოსი და ეს აბალანსებს მერე მათ ინტერესებს და თუ იმას აქვს რაღაც ჩვენთვის მიუღებელი ინტერესები შეიძლება მან იმის გამო რომ ჩვენ ესე იგი არ დავიჭიროთ ჩინეთის მხარე ან თურქეთის მხარე ან შეერთებული შტატების მხარე მან შეარბილოს ჩვენს მიმართ თავისი ზრახვები და ეს ზრახვები უფრო კეთილშობილი გახადოს ასე ვთქვათ და ზოგადად გეტყვით რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ძალაზე კიდე გამოჩნდებოდა ხოლმე სხვა ძალა რომელიც იმას დააბალანსებდა და ეს ალბათ აი ღმერთის შეწევნაა და წმინდა მარიამის ფარველობაა და იესო ქრისტეს ფარველობა ალბათ ამაში გამოიხატება რომ ჩვენ არასოდეს არ ვრჩებით რაღაც ერთ-ერთზე ყოველთვის ვიღაც გამოდის შეიძლება ისიც იმპერია შეიძლება ისიც რაღაც ოკუპანტია მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ ფიზიკური გადარჩენა მაინც ხდება ჩვენი კულტურის ჩვენი ქართველობის გადარჩენა მაინც ხდება ისტორიულად ანუ ისტორია მას გვანახა უკვე ხო და ეს არის ჩვენი ნიშა ალბათ ხო რომ ბალანსი ეხლა არაბები ჩამოიყვანეს თურქეთის საზღვარზე ჩაასახლეს ხო რაღაც ქალაქს აკეთებენ ეს არის პირდაპირ მითითება იმაზე რომ ამ დასახლებით ამ ინტერესით რომელიც მოყვება ამ არაბებს ჩვენ ვაბალანსებთ თურქეთს და ესეა ყველა რა armenul ინტერესებს ვაბალანსებთ აზერბაიჯანული მოსახლეობით დაუშვათ ხო ესეა თურქეთით ვაბალანსებთ ხო იგივე თურქეთს ვაბალანსებთ რუსეთით მაგალითად იგივე armenებით ვაბალანსებთ ხო armenების ინტერესებით იქ საფრანგეთია ხო აი ესეა რა ესე ვართ და ესე უნდა გავაგრძელოთ სანამ ჩვენ არ გვეყოლება ჯარი ოდესღაც და ატომური იარაღი ხო ну ქონდა ეს ჩვენ უკვე საბჭოთა კავშირის დროს მაგრამ ვერ გავაცნობიერეთ ეს გამოიწერეთ არხი გააზიარეთ არხი დააფინანსეთ გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება დიდი მადლობა